გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. ამ კერძს მიირთმევს სოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ყოველდღიურად და კეთდება იმდენაირი, რამდენაირი ბებიაც არსებობს იმ ქვეყანაში. ეს კერძი თავისთავად აერთიანებს წვნიან ქათამს და სუნელების ისეთ ჰარმონიულ მიქსს, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს სუნელი და ეს კერძი არ უყვარს, მაგრამ ცოტა რომ წამოიძრდები და ოდნავ გაგეხსნება პირში გემო, მერე სხვანაირად დაფასებ ამ კერძს. მე დიდი ხნის ამიყვარდა ეს კერძი, მაგრამ მე რომ დავინახე ქართულ ხარჩოსთან რაღაც საერთო, მაგის მერე ძალიან შემიყვარდა. სხვათა შორის მართლა ძალიან გავს ხარჩოს. ამიტომ დღეს ჩვენ მოვაზრდებ კერძს, რომელიც თუ შეიყვარეთ და კარგად თუ გააკეთებ, დაწუნებული ვარო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში 100% დაფინანსებით მოხდები. ამიტომ დღეს ვაკეთებთ chicken curries. როგორც მანამდე ვახსენე, დღეს ვაკეთებ chicken curries და ეს კერძი დაგეხმარებათ, რომ შეიყვაროთ ინდოეთი, ისე რომ არ იყოს მან დაყოფი და ასევე შეგიყვაროთ ინდური გემოები. ეს კერძი აერთიანებს პომიდორს, რამოდენიმე სუნელს და ხახვს და კარაქს. თუ გინდათ რომ დიეტური იყოს ეს კერძი, შეგიძლიათ უბრალოდ კარაქი ამოიღოთ, ან ნაკლები კარაქი გავუკეთოთ და შეგიძლიათ რომ ვარჯიშის დროსაც ჭამოთ, დიეტის დროსაც ჭამოთ და ნებისმიერ საღამოს როცა მოგინდებათ. ამიტომ დავიწყოთ ახლა კეთება და დარწმუნებული რომ ერთხელ გაკეთებთ, მაგის მერე სულ მოგინებათ მისი გაკეთება. და ამისთვის დაგჭირდებათ. 1 რიგი თავი ხახვი, დაახლოებით 9 კილო ქათამი, 400 გრამი პომიდორი, დაახლოებით 30 გრამი ქინძი, დაახლოებით 120 გრამი იოგურტი ან მაწონი, დაახლოებით 15 გრამი ჯინჯერი, 1 მწვანე წიწაკა, 4 კვილი ნიორი, 1 სუფრისკოზი ქარის სუნელი, 1 ჩაისკოზი წითელი წიწაკა, 1 ჩაისკოზი კუმინი და დაახლოებით 20 გრამი კარაქი. პირველ რიგში გავაკეთოთ ქათმის მარინადი და შემდეგ გადავიდეთ სოუსზე. ამიტომ დავიწყოთ. ქათამი დაჭერეთ მოზრდილ კუბებად და ჩაყარეთ ჯამში. გახეთ 2 კვილი ნიორი და 5 გრამი ჯინჯერი და დავუმატეთ ქათამს. ასევე დავუმატეთ ყველა სუნელის მესამედი, 50 გრამი მაწონი ან იოგურტი და კარგად ამოურით და რა თქმა უნდა მარილი. მარილი გემოვნებით. ესეც დავამარინადეთ ჩვენი ქათამი და დაახლოებით 9 საათი უნდა დავტოვოთ ახლა, ან თქვენ შეგიძლიათ 2 ან 3 საათი დატოვოთ მაცივარში, რომ კარგად გავუშვათ გემოები. შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ რატომ უკეთებთ მაწონს ან იოგურტს ჩვენ ქათამს. ეს იოგურტი ან მაწონი უფრო არ ბილებს ქათამს და უფრო წვნიანს ხდის. ხო, ამ კითხვაზეც გაგეცათ პასუხი. ახლა ეს შევინახოთ მაცივარში 9 საათი და გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე. ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერეთ ძალიან წვრილად და საშუალოდ გახურებულ ტაფაზე, დაასხით ზეთი და დავუწყოთ მოტუშვა. დაახლოებით 5 წუთში ხახვი კარგად რომ მოითუშება, დავუმატოთ დარჩენილი სუნელები, ასევე 2 კვილი ნიორი და 5 გრამი ჯინჯერი და კარგად ამოურიოთ. სუნელები კარგ სურნელს რომ აუშვებს, დავუმატეთ პომიდორი, ასევე დავუმატეთ გემოვნებით მარილი და წვრილად დაჭრილი წიწაკა. კარგად ამოურიეთ და შემდეგ დავუმატეთ ოდნავ წყალი, რომ გათხელდეს სოუსი. დაახლოებით 5-6 წუთი კიდევ ადუღეთ და შემდეგ გადავიტანოთ რამე ჭურჭელში, სადაც დავაბლენდერებთ და კარგად გავაერთგვაროვნებთ ჩვენ სოუსს. ეს ჩვენი მიღებული მასა გადავიტანოთ საცერში, კარგად გავცრათ, რომ კიდევ უფრო ერთგვაროვანი გავხადოთ ჩვენი სოუსი. სოუსი უკვე მზად არის, 9 საათი დაახლოებით გავიდა და დამარინა ჩვენი ქათამი და ეხლა უნდა შევწოთ ქათამი და მერე შევკრათ უკვე კერძი. ამიტომ გაახურეთ ტაფა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, დაასხით ზეთი და დავიწყოთ შეწვა. ძალიან გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და შემდეგ დაყარეთ დამარინებული ქათამი და კარგად შევწვათ ყველა მხრიდან. ყველა მხრიდან რომ მოიბრაწება, დავასხოთ სოუსი და ვადუღოთ დაახლოებით 5-10 წუთი, რომ კარგად მომზადდეს ჩვენი ქათამი. ასევე დავუმატეთ კარაქი, 50 გრამი იოგურტი და კარგად ამოურიეთ. დაახლოებით 10-15 წუთი ეხლა ვადუღოთ ჩვენი ქარი, რომ კარგად მომზადდეს ქათამი და 10-15 წუთი შეგვიძლია გადმოვიღოთ და მივუთხოთ უკვე გემრიელად. არის ძალიან დიდი ისტორია და მისი ისტორია 4000 წლის წინ იწყება. ის ბევრი სხვადასხვა კულტურის შედეგია და ის ბევრი სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში გვხვდება, როგორიცაა ტაილანდი და კარიბის კუნძულები. ეს კერძი უნიკალურია ადგილობრივი ინგრედიენტებით და ტექნიკებით. საინტერესო ხოლმე ის არის, რომ ზოგ ქვეყანაში ქოქოსის ზეთსაც იყენებენ, რათა დაარბილონ ხორცი. ქარი რა თქმა უნდა მივუთვათ ბრინჯთან ერთად და უკეთესია თუ იქნება ბასმათის ბრინჯი და თუ არის თუ როგორ დამოხარჯოთ საუკეთესო ბრინჯი, არის ჩვენი ვიდეო 20 ხრიკი შეფისგან და მე-20 ხრიკი იქნება ტექნიკა თუ როგორ იხარშება საუკეთესო ბრინჯი, ამიტომ დრო აღარ წაგათვით და ამ ვიდეოში აღარ ჩავსვით და ეხლა ავარწყოთ ჩვენი კერძი. ეს ჩვენი სპონსორი Coca-Cola და მადლობა კიდევ ერთხელ Coca-Cola ჩვენი სპონსორობისთვის და თქვენ არ უნდა გავუწყეთ, რომ აპლიკაციაში შეამოწმოთ ყოველდღიურად ლიდერბორდი და თუ ამ ლიდერბორდში მოხვდებით, შეიძლება რომ მოიგოთ ძალიან კარგი პრიზები. ამიტომ ისევ გააგრძელეთ შეგროვება ფულების, რომელიც სამსახურის ქვეშ არის მოთავსებული და შეიძლება რომ ძალიან გაგიმართლოთ და ძალიან კარგი პრიზები მოიგოთ, თუ ლიდერბორდში მოხვდებით. გადავიდეთ დაგემოვნებაზე.
სამ დაგემოვნებაზე გადავალ, მინდა აღნიშნო, რომ მზადებისას ცოტა შაქარი დავუმატე, რადგან პომიდორს ხმარობთ ხოლმე და პომიდორი თუ მჟავი არის ოდნავ და ეს პომიდორის სიმჟავე თართნესი ქვია ინგლისურად. იმედი არ მიჩხუბებით ეს სიტყვა რომ ვიხმარე. ცოტა შაქარი არეგულირებს ამას და ცოტა 2-3 გრამი რომ იმას და მე გემოზე გასინჯოთ რომ ეს გაუქრა თუ არა, კარგი იქნება. ესეც ერთი პატარა ტიპი ჩემგან. ეხლა კი დავაგემოვნოთ და ვნახოთ თუ როგორი ჰარმონიულად შეზავებულია ჩვენი ქარი. რა თქმა უნდა ბრინჯთან ერთად ვსინჯოთ. როგორც მანამდე ახსენეთ. ხოლმე შორის ქინძი ბევრს არ უყვარს, იმიტომ რომ იძახიან ხოლმე რომ საპნის გემო აქვს. ეგ რაღაცა ის არის გენი არის ეგ სხვა შორის რა იცოდეთ. მე ძალიან მიყვარს. თქვენ არის თუ გიყვართ დაგვიწერეთ კომენტარებში. ან თუ არ გიყვართ ეგეც. ძალიან გაია. ალბათ შეამჩნევით რომ მარტო სინჯავ ამ კერძს რადგან დღეს ჩემი საბუნა არ მყავს და სამწუხარო ვარ მარტო სინჯავ ეხლა ამას და მარტო კაცი ჭამაშიც ცოდო არის ესე იძახიან, მაგრამ რას ვიზავთ და მოიკითხოთ ჩვენ საბა დაგვიწერეთ კომენტარებში გაუსპამეთ გულები G2G-ს ჩემგან. დავეთხოვები იმას. ძალიან გემრიელი არის. საკე ქაროსუში სინჯა ოდნავ უფრო სიცხარე მოაქვს, მაგრამ ბრინჯთან ერთად ბრინჯი ანეიტრალებს. ასევე ეს ზევიდან იოგურტი რას დავალეთ ან მაწონი, უჯობესია თუ იხმართ ბერძნულ იოგურტს, რადგან უფრო ნაკლები მჟავიანობა აქვს და უფრო გემრიელი არის. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი და იმედია მოგეწონათ ის რაც გავაკეთეთ დღეს და იმედია მოგეწონათ რომ გავაკეთებთ. ასევე მოიკითხეთ საბა და შემდეგში უფრო ხალისიანი გასინჯვა გექნება. ჩვენც მოწყენილი ვართ, რადგან საბა არ ყავს. ამიტომ საბას მოკითხვა ძალიან დიდი. ასევე ისევ ლიდერბოთან იყავით ყურადღებით, ამიტომ ამოწვეთ აპლიკაცია, რომ გააკეთებთ ამ კერძს, ჩაგვიდეთ ფოტოები და ჩვენგან მიიღებთ საჩუქარს. თუ ხარ ჩვენი ერთგული მაყურებელი და თუ გვიყურებ ხოლმე და ზოგჯერ აკეთებ ხოლმე ჩვენს კერძებს, ძალიან გაგვიხარდება თუ გასთხოვრავთ ამ კერძს და დაგვთაგავთ ჩვენ და ჩვენც გადავაზიარებთ რა თქმა უნდა და ისე ერთმანეთს ვემეგობროთ Instagram-ით და TikTok-ით. ამიტომ ეხლა დაგებშტოვებით, მოიმარაგეთ ეს ყველა ინგრედიენტი, რაც დღეს ჩამოვთვალეთ და გააკეთეთ ქარი. და აბა თქვენიცით. Bye. Good evening, my friends. We are going. როგორც მამდე ვახსენეთ, დღეს ვაკეთებ chicken curries. როგორიც არის ტაილანდი და კარიბის ზღვის მეკობრეები არა.